პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენ როგორც ვიცით, მათ შორის შეგვახსენეს და ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორია არის იურისდიქცია ვრცელდება შეერთებული შტატების. კი ბატონო, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე იყვნენ. კი, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არის. ანუ რა მივიჩნიე პრობლემურად, მე მივიჩნიე საკითხი პრობლემურად, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროთ. და რა არის ეს? როდესაც 2 წელია გვაქვს არალეგიტიმურობის და არაღიარების პოლიტიკა და ხალხს ვეუბნებით, რომ ეს პოლიტიკა წარმატებულია და კიდე ამ პოლიტიკით უნდა ვიაროთ და მალე საბოლოო წარმატებამდე მივალთ, მე ამის არ მჯერა, ეს ტყუილია და ეს გამოჩნდა ამ ღონისძიებაზეც. ჯერ ვიტყვი იმას, რომ როდესაც იტყვი, რომ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური და სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური, სამართლებრივად, მორალურად, პოლიტიკურად აუცილებელი და სწორია, რომ მაშინ დაგეგმო 4 ოქტომბერი და ლოგიკურია გამოიყვანო არალეგიტიმური პრეზიდენტის სასახლიდან და შეიყვანო ლეგიტიმური. ეს აბსოლუტურად ლოგიკურად და სამართლებრივად სწორი და აუცილებელია. ანუ 4 ოქტომბრის ამბოხი არის ლოგიკური არაღიარების პოლიტიკის ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება იყო. კი, თუ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მოუწოდო ქართველ ხალხს, რომ ჩაიბაროს პრეზიდენტის სასახლის გასაღები, გამოიყვანოს არალეგიტიმური და შეიყვანოს ლეგიტიმური, არის სამართლებრივად, მორალურად და პოლიტიკურად სწორიც და აუცილებელიც. ამიტომ ამ არალეგიტიმურობის პოლიტიკამ ჩვენ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. ამ პოლიტიკის შედეგად ხელისუფლებამ ხელი გადაგვიწია ძალმომრეობით, ანუ ჩვენ ამ პოლიტიკამ არ გაამართლა, ამიტომ უკანონოდ ადამიანები არიან, ბევრი ადამიანი არის ციხეში და ზოგადად ამ პოლიტიკის შედეგად ჩვენ ვთქვით, რომ ქართულ ოცნებასთან არაფერს აზრი არ აქვს და არალეგიტიმურები უნდა ვუწოდოთ და აი ამ პოლიტიკაში დავრჩეთ. მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს რეალობა, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტით პრემიერ-მინისტრის რანგში ეძახიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს საპატიო სტუმრად წითელ ხალიჩას უგებენ. ყველასთვის. კი, ყველასთვის იყო, მათ შორის კობახიძისთვის. ყველა მე მგონი არასულა ტრიბუნაზე და ყველას არ მიუმართავს როგორც პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე მიიწვიეს როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიწვიეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, გამოიყვანეს სცენაზე და ათქმევინეს სიტყვა, რომელსაც იქ დამსწრეები უსმენდნენ. მე არ ვამბობ, რომ რამე სხვანაირად უნდა ყოფილიყო. დიახ. მე პირიქით ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არის ლეგიტიმაციის აღიარება. თუ ამერიკის საელჩო ეძახის ადამიანს და ეუბნება, რომ შენ როგორც პრემიერ-მინისტრი მოხვალ, ტრიბუნაზე ახვალ, დადგები, სიტყვით მოგმართავ როგორც პრემიერ-მინისტრი და მათ შორის კრიტიკული თუ არაკრიტიკული საზოგადოება მოგისმენს შენ როგორც პრემიერ-მინისტრი და მე როგორც ელჩის მოვალეობის მოგი ამბობს, რომ აღარ ესწრებოდა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ პროტესტის ნიშნად დატოვა ის ტერიტორია. დღეს ნანუკა ჟორჟოლიას უსმენდი სოციალურ ქსელში ვიდეო ქონდა, როცა დაიწყო გამოსვლა, მე წამოვედი ბევრად უფრო მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრაზე და ასე შემდეგ. ანუ რამდენიმე გამოხმაურება ვნახე ამ თემას. გავიგე, ეს არ ცვლის იმას, რომ მე მივიჩნიო, რომ ზოგადად არალეგიტიმურობის და რაღაცა არაღიარების პოლიტიკა ესე რომ ეხა ჩვენ მოვიგეთ და ეს პოლიტიკა არის სწორი, ეს თქვა რომ ტყუილი არ არის ეგრე. საბოლოო ჯამში ის კონტაქტები, რაც არსებობს ხელისუფლების მიერ მეზობლებთან, შუა აზიასთან, თუნდაც ევროპასთან და ამერიკასთან, ძალიან ბევრი პრობლემა არის, მაგრამ ის რომ საუბარი მიდის თუნდაც სახელმწიფო სამდივნოს დონეზე საუბარი მიდის და თუნდაც კრიტიკული კი სახელმწიფო დეპარტამენტის თუნდაც კრიტიკული, რა თქმა უნდა კრიტიკული საუბარი, მაგრამ საუბარი რომ მიდის, ეგ ნიშნავს რომ ძველი რიტორიკა რომ ესენი არალეგიტიმურები არიან ამათთან ლაპარაკი ისინი რაღაც მილოცვები რომ იყო, მთავრობა იგულისხმებოდა, ყაველაშვილს ულოცავდნენ რაღაც კონკრეტულ დღეებს, იქ იყო შემდეგ საუბარი რომ რაღაც მეილი ჩარჩა თურმე ადმინისტრაციას, ამ პრეზიდენტის ან სახელმწიფო დეპარტამენტს და ასეთი პროტოკოლურია ეს მილოცვები და ასე შემდეგ, თორემ ასე რომ თქვენ არ ხართ მთავრობა, ამ მოცემულობას ყველა იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის გარკვეული ალბათ დიდი ნაწილი დღემდე არაღიარების რეჟიმშია და რა მოგვიტანა ამან?
საბოლოო ჯამში 2024-ში ამან მოიტანაო, რომ როგორც ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ვერ არის ძლიერად ნულოვან დონეზეა მათთან კონტაქტები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის უკუსლის პირდაპირი, ეს თქვა, შედეგია. ჩვენ ვართ უფრო ძლიერები ამ პოლიტიკით, ვიდრე 1 წლის წინ ვიყავით? ჩვენ ვართ უფრო ძლიერები ამ პოლიტიკით, ვიდრე 2 წლის წინ ვიყავით? ხო და საქმეც ისაა, რომ მე მაშინ მოკლედ რომ შევაჯამოს ჩემი საქმე. მე არ მჯერა, რომ არაღიარების, არ ლაპარაკის და ბრჭყალებში ბოლომდე მიწოლის პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რაც გაგვიყვანს ბოლოში და 2028 წლამდე დაასრულებს ხელისუფლებას. ეგრე საუბრობდა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, როდესაც ეკითხებოდი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებ თუ არა მონაწილეობასო, ამ შეკითხვას ნუ მისვამ, თვითმმართველობის არჩევნებამდე ივანიშვილი გაიქცევაო, ამას ამბობდნენ. ამის შემდეგ გავიდა 2 წელი. თვითმმართველობის არჩევნები. კი, მოვიდა თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ არავინ არ გაიქცა და საერთოდ საპარლამენტო არჩევნების მერე გავიდა 2 წელი. უკვე 2 წელი გავიდა, 24-ში იყო, 26-ის შემოდგომაც მალე მოვა. საქმე ისაა, რომ მე რა პრობლემაც მაქვს და რაც მაწუხებს, არის ის, რომ აი ამ არაფრის გააზრებით ჩვენ მივალთ 2028 წლამდე, სადაც არჩევნებიც ჩატარდება, ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას, 115 მანდატს, 125 მანდატსაც ხელისუფლება აიღებს ბრჭყალებში ყველანაირი ლეგიტიმაციით, შეიძლება გაყალბების გარეშეც კი, თუ რამე არ შეიცვალა. რატო? იმიტომ რომ არის თუ არა, მოიცა, დაიმახსოვრეთ, დაგაბრუნდით ამ წერტილთან, მაგრამ არის თუ არა ამ მიდგომის მთავარი პრობლემა, კიდევ ერთი თეზა თუ მიდგომა, რომელზეც მაგალითად თქვენ ამბობთ, რომ დიდი ალბათობით ჩვენ არ მოგვიგია არჩევნები, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ჩარჩნენ არაღიარებაში, ამბობენ, რომ ჩვენ მოვიგეთ არჩევნები. ანუ ეს მიდგომა არის თუ არა სათავეს შემდეგ აი იმისა, რომ თქვენ ამბობთ, რომ ეს არაღიარება არ არის ახლა არ არის გზა, რომელიც რაღაც გაგვიყვანს გამარჯვებამდე და ისინი ამბობენ, რომ არაღიარება სწორედ ის გზა, რომელიც დაიმსახურა ჩვენგან ხელისუფლებამ იმ არჩევნების შედეგად, როგორც ჩაატარა, გადაწერა, მიიწერა და ასე შემდეგ. დიანა, აბსოლუტურად გეთანხმებით, ანუ კი, სათავე არის ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ იმას, რომ 2024 წლის არჩევნები არ ჩავატარეთ თუნდაც 10-დან 6 ქულაზეც კი, რაც შეგვეძლო ჩაგვეტარებინა. ანუ იმ ხარისხით, ოპოზიციას გულისხმობ. თუ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ 2024 წელს, მაშინ 2028-ში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ რამდენჯერ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები? კიდე მოვიგოთ? ხო ვიგებთ ამ არჩევნებს? ან თუ მოიგო ამ ოპოზიციამ არჩევნები 2024-ზე, რატო შეიცვალა კონფიგურაცია? რატო არის რამე ახალი საჭირო? ისედაც ხო ვიგებთ, ხო მოვიგეთ? და საბოლოო ჯამში ყველა საინტერესოა ნიკა უკაცრავად დღეს ერთ-ერთი კომენტარი ვნახე ნაციონალ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომ ხალხი არჩევნებზე ვერ გცნობდაო, ვინ ვიყავითო, ვერ მიხვდნენო და ვერ მიხვდნენო და მიშამ თქვა, რომ სვეტკერმა ხმა არ მოგცესო. არჩევნებში როგორ ხდება, რომ ამ მომრჩეველმა თუ ვერ გიცნო, აბა როგორ მოიგე, ესეც ცოტა გაუგებარია, მაგრამ აი მოვიგეთ არჩევნები, ეს არ იყო. ეს ძიმე არჩევნები იყო, არავინ არ საუბრობს, რომ ეს იდეალურია და მოსახლეობის განწყობის ეს თქვა ადეკვატური სურათი არის, მაგრამ რამდენად და როგორ ეს არის რაღაც მრწამსის და პოლიტიკური გემოვნების და შეხედულების თემა, თორემ აი ესეთი სრული სურათი მაინც რა მოხდა არ არსებობს. ბოლო დროს განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე პატივისცემით მიხეილ სააკაშვილის სოციალური აქტივობები და უფრო მეტი გამოშვების მისი ნაწერიდან, რომ რაღაცის ანალიზ და პოლიტიკური პროცესის შექმნას ის ცდილობს და მხოლოდ პატივისცემით მოიხსენიებ ამ შემთხვევაში, მან მათ შორის თქვა, რომ ვიღაცებმა ხმა არ მოგცეს. და არჩევნები ხო. ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში იყო ეს ფრაზა. და თუ არჩევნები არ ჩატარებულა, მაშინ ვერ დაითვლი ხმა მოგცეს თუ ხმა არ მოგცეს. ხო ესე არის. საბოლოო ჯამში მე ვთვლი, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს არ ჩაგვიტარებია არც წესიერი კამპანია. არც ისე ყოფილა საქმე, რომ პოლიტიკური ვაჭრობა არ ყოფილიყო, ან თუნდაც სხვადასხვა პარტიებში ან სიებზე ვაჭრობა მათ შორის. არც პოლიტიკური ნარატივები ყოფილა ჩვენი ძლიერი და არც კომპეტენცია იყო, ჩემი აზრით, ძლიერი პოლიტიკური კლასი, რასაც აჩვენებდა და საბოლოო ჯამში არც ისე იყო, რომ ივანიშვილი იყო ძალიან სუსტი ან მენეჯერი არ ყავდა და ვერ ითვლიდა სად როგორ უნდა ემუშავა. მე რასაც ვამბობ, ის არის, რომ რა თქმა უნდა ივანიშვილის ხელისუფლებამ იმუშავა მათ შორის არაკანონიერადაც, მაგრამ იმუშავა მათ შორის ნაწილი გააყალბა, მაგრამ ჯამში მან შეძლო
და ადამიანები დაამობილიზა და მიიყვანა არჩევნებში და ჩვენ თუ უბრალოდ და ჩვენი ხელიდანაც ვაუქმებთ არჩევნებს და ვამბობთ თუ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, ჩვენ მოვიგეთ არჩევნები და მორჩა, ეხლა არალეგიტიმური უნდა დაუძახოთ ამათ და ეგ არის რასაც 2 წელია ვაკეთებთ. კიდე 2 წელი. მეტი არაფერი არ, მეც არაფერი. რა ოპოზიცია აორგანიზებს ქუჩაში აქციებს? არ აორგანიზებს. ხომ არა ბოლოს 26 მაისს და ამის შემდეგ რაღაც გრანდიოზული აქტივობა უნდა დაწყებულიყო სათაურით, საქართველოს იმსახურებს უკეთეს და ჯერჯერობით მოდი სამართლიანობისთვის თქვათ, რომ მათი აქტიურობა არის და აქტივობა არის, ასე ვთქვათ, სასამართლოზე მიბმული, რომელმაც თვეში ერთხელ ნაცვლად კვირაში 2 ჯერ პროცესები ააჩქარა. ამაზე მინდა კითხოთ, სხვათა შორის თქვენ ამბობთ, რომ თითქოს ლაპარაკი რამე შედეგს მოიტანს და ივანიშვილი ამ სიგნალებს უშვებსო, ჩემთან ერთ-ერთ ეთერში თქვით, აი ეს აჩქარებული სასამართლოს ხდომები ამის ნიშანი რამდენად არის, მაგრამ მანამდე მინდა არაღიარება და ალტერნატივა წერდით თქვენ. ერთი არაღიარების ნაწილზე თქვენ ამბობთ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და ყველა უნდა შეეგუოს მოცემულობას, როგორც მინიმუმ, რომ არიან და ქვიათ ხელისუფლება და მეორე ეს იყო ოპოზიციის შიგნით დაწყებული პროცესი, დავანახოთ ალტერნატივა ხელისუფლებასაც, საზოგადოებასაც, დასავლეთსაც. ეს პროცესი როგორია? კი, მე მინიმუმ 2 წელია ჯერერთი თუ მოვიგეთ არჩევნები 2024 წელს ალტერნატივა ის იყო, რამაც მოიგო და ლეგიტიმური პარლამენტიც ის ხალხი არის, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია და ალტერნატივა გქონია მოიგეს. მაგრამ თუ ამის მერე ბრჭყალებში მოიგე არჩევნები, მაგრამ მე ამბობ, ეხლა უნდა შევქმნა ალტერნატივა, მაშინ არჩევნები რა მოიგო, ეგ ვეღარ გავიგე, მაგრამ კარგი, 2 წელია იქნება ალტერნატივა. 2 წელია მესმის, რომ აი ეხლა ალტერნატივა შეიქმნება რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში გავერთიანდებით და ალტერნატივა იქნება. აი, ოპოზიციური ალიანსი, როგორც ალტერნატივის რაღაც ჩანასახი ან როულ მოდელი არ ვიცი, ფორმულა ალგორითმი. თუ გახარია არის რუსული პარლამენტის მონაწილე და რუსულ არჩევნებში შემსვლელი, თუ ლელო არის რუსულ არჩევნებში შემსვლელი და ასევე არ არის ამ ალიანსის წევრი. პუტინის სპეცოპერაციაში, თუ ნაციონალურ მოძრაობას ესე მოიხსენიებენ, როგორც მოიხსენიებენ, რომ აი ავტოკრატია და თავი დაგვანებოს და ასე შემდეგ, და როგორც ნაციონალური მოძრაობა მოიხსენიებს ალიანსის სხვა წევრებს ეს მაშინ მე არ მესმის ეგრეთ წოდებული რვიანი, უკვე აღარ ცხრიანი, მაშინ რვიანი როგორი, ანუ რა ალტერნატივა არის და მე მგონი თვითონაც ამბობენ, რომ არ არის ალტერნატივა და უბრალოდ 2 წელია ამბობენ, რომ აი ხა ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ალტერნატივა შექმნათ. მე ოღონდ ვაკრიტიკებ არა იმის გამო, რომ ალტერნატივა ვერ შექმნეს. ან მათ შეუძლიათ მითხრან, რომ შენ შექმენი, შენს გააკეთე და სწორია. კი, ოღონდ მე ჩემი მთავარი სათქმელი არის, არ მოვიტყუოთ. ხო და ყველა კომენტარს აკეთებს. მე სიმართლეს ვლაპარაკობ. მე სიმართლეს მაინც ვამბობ და არ მერიდება რომ სიმართლე ვთქვა. და საქმე პრობლემა რაშიც რაც არის ის რომ ვიტყუებით. ანუ თავს ვიტყუებ და მივდივართ უარესობისკენ. 2026-ში ვართ უარესად ვიდრე ვიყავით 25-ში ვართ უარესად 25-ში ვიყავით ვიდრე ვიყავით 24-ში და ასე. საქმე ისაა რომ რაღაცას თვალი გავუსწოროთ და როდესაც დავინახავთ რეალობას, ამის მერე დავხედოთ ხელში რა გვაქვს და პოლიტიკური ვაჭრობით კი, არა, მე პირდაპირ ვამბობ, ხო ამ შემეძლო ეს ტერმინი არ გამომეყენებინა, ხო, მათ შორის დასავლეთის ჩართულობით ვცადოთ მაინც პოლიტიკური პროცესის დაბრუნება და ვცადოთ ის, რაც თქვენ ახსენეთ, რომ კიდევ ადამიანები ახლა რომლებსაც დაიჭერენ და ზოგი ადამიანი, როგორც რაღაცა ცნობილი არ არის, მაგრამ ალბათ ქვეყანა დატოვა და ანუ პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ან უბრალოდ გააქციეს ქვეყნიდან ანიჭერენ, ეს პროცესი შევაჩეროთ. მე მინდა ეს რომ გავაკეთოთ. როგორ მოდი გადავიდეთ, როგორ შეიძლება პროცესი შეჩერდეს? რა ნიშანს ხედავ შენ ისეც, რომელსაც შეიძლება ეს ლიდერები ვერ ხედავენ, არ მგონია ეხლა ვინმეს უნდოდეს, არ ვიცი, სიხარული ციხეში წასვლა. კი ბატონო, ჯერ ერთი მე ვთვლი რომ დღეს რამდენ გზის ნამყოფ ზოგიერთ. ეს უფრო ნაკლები ბერკეტი გვაქვს ხელში, ვიდრე გქონდა ჩემი აზრით 6 თვის წინ, 6 თვის წინ უფრო მეტი გქონდა, ვიდრე უფრო ნაკლები გქონდა. ხო და საქმე ისაა, რომ რაც დრო გადის, დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს. ამაში ვარ ღმად დარწმუნებული და შეგვიძლია გადავხედოთ წარსულს. დრო წინ წარსულში პროტესტიც უფრო მძაფრი იყო, საერთაშორისო ზეწოლაც უფრო მძაფრი იყო და ნებისმიერ შემთხვევაში სანქციებიც უფრო ნაკლებად ადაპტირებული იყვნენ სანქციებთან და ასე შემდეგ. მე რასაც ვამბობ არის ის, რომ მე მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ მე არ მჯერა, რომ ჩვენ ვართ ეხლა იმ გზაზე, რომ ამ პოლიტიკური კლასით, რაც ეხლა არსებობს ოპოზიციაში, აი ამ
ივანიშვილის ხელისუფლებით და ამ საგარეო პოლიტიკური კონექტურით ჩვენ გავალთ ბოლოში. თუ ჩვენ ბოლოში ვერ გავალთ, ბოლო რა არის? ბოლო არის რომ ივანიშვილი გარბის ან პეკინში, ან მოსკოვში, ან თეირანში. მე ამის არ მჯერა რომ ჩვენ გავალთ აირჩევს რომელიმეს. მე ამის არ მჯერა. თუ მე ამის პარიზში. კი, ან პარიზში. თუ მე ამის არ მჯერა დიანა რომ ეხლა ჩვენ მაგას მოვახერხებთ და ბოლოში გავალთ, მაშინ მე ვხედავ რისკს. ეს რისკი არის რომ ჩვენ ვერ გავალთ ბოლოში. მოვა 2028-ის არჩევნები, თუ რაიმე ბერკეტი გქონდა ხელში, ისიც დაიყრება. ივანიშვილი აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, იქნება ლეგიტიმურიც, დალაგებულიც და ასე შემდეგ. ეს რო არ მოხდეს და რაღაც მაინც შევინარჩუნოთ, ამას ვლაპარაკობ წელიწად ნახევარია, რომ მოდი შევეშვათ ბოლოში გასვლას და ცადოთ შუაში გასვლა. აი რა ვქნათ, სადეთ თქვენ, აი რა შეიძლება, რა არის შუაში? ვისაც, ხო და საქმე ისაა, რომ ჩემი აზრით ადრე ამას უფრო მეტი ის ქონდა, რა ქვია, შანსი ქონდა, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ თუ არსებობს აქციების ბერკეტი, თუ არსებობს სანქციები, რომელიც ივანიშვილს აწუხებს, თუ არსებობს რაიმე ისეთი რიტორიკაც, მათ შორის არაღიარების რიტორიკაც, რაც მათ აწუხებს და მთელი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს არსებობს და ეს ივანიშვილს აწუხებს. ამას ამტკიცებენ. აი თუ არ აწუხებს. აი თუ არ აწუხებს, სულ ამას ამბობენ, რომ აი აწუხებს. თუ ეს მას აწუხებს, ესე იგი ჩვენ ხელში გვაქვს რაღაც, რაც ბოლომდე სანამ შემოგვადნება გამოვიყენოთ. ანუ აქციებზე არ გავიდნენ. არა, მივიდეთ. სანქციები არ მოითხოვონ და აღიარონ ლეგიტიმურად. მოვითხოვოთ პოლიტიკური მოლაპარაკებები დასავლეთის ჩართულობით. იქნება შარმიშელი. არ იქნება ეს შარმიშელიო ამ. და მე გეუბნებით რომ უნდა. აღარ გვინდაო ეს. მე გეუბნებით რომ ეგ არის გამოსავალი, სხვა გამოსავალი არ არის. მოვითხოვოთ ამერიკის ჩართულობით პოლიტიკური მოლაპარაკებები, სადაც ჩვენც მოზომილები ვიქნებით. პატიმრებსაც გაუშვებენ და მათ შორის მე ვხედავ რომ სააკაშვილის კიევში გაშვების შანსიც იყოს. მე ვხედავ ამას. პატიმრებს გამოუშვებენ ერთი, მეორე, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებზე წესებზე შევთანხმდებით ისე რომ აი თავი ავწიოთ და ხალხს ვთქვათ რომ ივანიშვილი ამაზე თანახმა უბრალოდ უნდა რომ ეს თქვას ვინმე არ ვიცი გიგა ლემონჯავა მან ნიკა გვარამია მან არ ვიცი თინა ბოკუჩავა მან მე თავი ავწიოთ და უთხრათ ხალხს რომ აი 24-ში ხო ვთქვით რომ არჩევნებს აზრი არ ქონდა 25-ში ხო ვთქვით რომ ხალხო არჩევნებს აზრი არ ქონდა აი ეხლა რაღაცაზე შევთანხმდით ძალიან რთული იქნება ეგეც მაგრამ ხალხო გთხოვთ მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ივანიშვილის წინააღმდეგ ამის თქმის საშუალება ხო უნდა გქონდეს ამიტომ ეს მოლაპარაკება უნდა ითხოვდეს ამას პირველი რაღაც არჩევნების წესებზე შეთანხმებას და მეორე არავადამდელზე თუმცა თუ იქნება წინააღმდეგი არ ვარ და მეორე უნდა ითხოვდეს ადამიანების საპატიმროებიდან გათავისუფლებას. მეორე მხრივ, ჩვენ რა ბერკეტებიც გვაქვს, აქცია არის, სანქცია არის, არაღიარების რიტორიკაა თუ ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლება იყოს მაგიდაზე დადებული. მე ვხედავ იმას, რომ ივანიშვილი შეიძლება აწყობდეს ეს. ივანიშვილმა თუ ჩვენ მას ვაწუხებთ და როგორც ოპოზიცია ამბობს, რომ ეს რაც ჩვენ ხელში გვაქვს, აწუხებს ივანიშვილს, თუ აწუხებს, მაშინ ის შეიძლება მოდიოდეს ამ მოლაპარაკებებზე. ეს არ არის ადვილი ამბავი. ეს შარშარო გაკეთებულიყო, უფრო ადვილი იქნებოდა, კიდევ უფრო ადრე, ჩემი აზრით, უფრო ადვილი იქნებოდა. ეხლა ჩვენ გვაქვს რაღაც აქტივი, რომელიც დროის გასვლასთან ერთად დეგრადირდება და ბოლომდე სანამ დეგრადირდება, ჩემი აზრით, უნდა ვცადოთ. მე არ ვამბობ, რომ გარანტია არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ ერთიანი პირით დაველაპარაკებოდით დასავლეთს და ვეტყოდით რომ ეხლა ჩვენ არა ვართ იმ ფორმაში აქ ოპოზიცია რომ მართლა ბოლომდე გავიდეთ დაგვეხმარეთ რომ რაღაც წესებზე შევთანხმდეთ რომ საპატიმროდან ადამიანებმა საპატიმროები დატოვოს რაღაც არჩევნების წესებზე შევთანხმდეთ და პოლიტიკურობა დაბრუნდეს ამ შემთხვევაში ჩვენ მე ვფიქრობ რომ გვექნებოდა მოლაპარაკების შანსი რა ივანიშვილს რა სტიმული უნდა ჰქონდეს ამ მაგიდასთან ჯდომის ხო და დიანა, ამაზე ასევე დავთმობის რესურსის მქონე ადამიანის საქციელს რამდენად გავს აჩქარებული აი ეს პოლიტიკური ლიდერების საქმე თუ იმიტომ იჭერს რომ მე სალაპარაკოთ ვინმე ხომ უნდა იჭდეს იმ მაგიდასთან ყველა თუ რუსთავის ციხეში იჭდება მაგიდასთან ვის მეორე ешელონის დიანა ის მოდის და არაკანონიერად უხეშად უბრალოდ გერევა შენ ამბობ რომ მე რაღაცა მაქვს რაც მას ტკენს მე ვამბობ მაშინ რომ თუ რაღაცა გვაქვს რაც ტკენს მოდი იქნებ გავაჩეროთ და მოლაპარაკებები დავიწყოთ თორე
თუ საქმე იქამდე მივა რომ აი ივანიშვილის მანქანა ჩართული აქვს, იჭერს, არაფერი არ ადარდებს, არც სანქცია აწუხებს, არც აქცია აწუხებს, ადამიანებს აჯარიმებს ტროტუარზე და ზოგადად ჩაირთო ეს მანქანა, მოქოქილია, მუშაობს და არალეგიტიმურობაც გადატეხა და ყველაფერი თუ გააკეთა საბოლოო ჯამში, მაშინ ამ ხალხს რატო ვატყუებთ რომ ბოლომდე ვიბრძვით და გავალთ, მაშინ გამოსულა ივანიშვილი ბოლომდე ჩვენთან. ანუ დაუმთავრებია მაშინ, დაგვამთავრა მაშინ, გაგვაუქმა და დასრულდა მაშინ ყველაფერი. ანუ მოიგო მაშინ ივანიშვილმა და თუ ჯერ არ მოუგია, მაშინ ანუ მოლაპარაკებას და საუბარს ყოველთვის აქვს აზრი. თუ საქმე იმას ეხება რომ არა უბრალოდ არ გვინდა და უბრალოდ ესე ჩვენ გავჭედავთ და ვამბობთ რომ არა. აი ეს რომ რესურსია მათთან ლაპარაკის თქვენ სად გრძნობთ ამას, მათ შორის დებატებში რომ ხვდებით ხოლმე მაგალითად კობახიძეს რაღაც აი ეს საკომუნიკაციის რესურსის არსებობას ან საჭიროებას ხედავთ? მე ვხედავ. მე როგორც აი ესე საჯარო კომუნიკაციაში ისე შეიძლება რაღაცა ირიბ კომუნიკაციაში მე ვფიქრობ და ეგაა ჩემი პოლიტიკური პოზიცია რომ ამის რესურსი არსებობს, პირველი, ესაა ჩემი პასუხი და მეორე, ამის გარდა გზა არ არის. მე ვერ ვხედავ, არსებობს რაღაცა ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება და ეხლა ამბობენ, რომ ბოლომდე გავალ, ოპოზიცია ამბობს, რომ თეირანში გაგაქცევ, ის ამბობს, რომ ან დაგიჭერ, ან ევროპაში გაგაქცევ. მე ვხედავ, რომ ივანიშვილი უფრო ახლოს არის და ბევრად ახლოს არის, რომ ბოლომდე გავიდეს, ვიდრე ოპოზიცია და მე რასაც ვამბობ, არის, რომ სანამ ეს ამ პროცესს ივანიშვილი ბოლომდე გაიყვანს, იქნებ რამე გავაკეთოთ და მოლაპარაკებებით შევძლოთ, რომ უბრალოდ გავჩერდეთ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ივანიშვილს კობახიძეში ხედავთ ამ რესურსს, კარგი გავიგე, რომ რაღაცას ხედავთ, მაგრამ თქვენ აი იმ ფლანგზე თუ ხედავთ, ვინც უნდა იყოს ეს თქვათ მოლაპარაკების პროცესში. ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს. მე რადგან ვარ თავისუფალი. ვიში ხედავთ ამ რესურსს? გაქვთ რამე კომუნიკაცია? მე რასაც ვსაუბრობ დიანა ეხლა თქვენს ეთერში, საერთოდ ძალიან არაპოპულარული იყო, როდესაც ამაზე საუბარი დავიწყე წელიწად ნახევრის წინ და მაინდა-მაინც პოპულარული შეიძლება არც ეხლა არ იყოს კრიტიკულ ამომრჩეველში და მაყურებელში, ვინც ეხლა გვიყურებს. უბრალოდ იმათ უნდათ ბოლომდე. კი, მესმის თავისთავად. ანუ მე მესმის, რომ ადამიანების უმეტესობას უბრალოდ ამის გაგონებაც არ უნდა, რომ ვიღაცაში, მაგრამ მე ვარ თავისუფალი და საუბრობ იმას, რისიც მართლა მჯერა, რაც მგონია, რომ არის ერთადერთი გამოსავალი. მე რომ ამის არ მჯეროდეს, რომ ეს არის ახლა ერთადერთი გამოსავალი და ეს იყო გამოსავალი. მაგრამ ესაუბრებით რა მათაც ვინ შეიძლება იყოს მოლაპარაკების მონაწილე. კი, მისაუბრია ზოგადად ოპოზიციურ აქტორებთან და ნუ მათი პოზიცია, ანუ რა თქმა უნდა, არავის სახელ და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ მათი პოზიცია უფრო არის, რომ კარგი რა, ბიზნეს რაში ჭირდება ჩვენთან მოლაპარაკება. კარგად არის. მით უმეტეს. ხო და მაშინ რატო ვატყუებთ ამ ხალხს, ან რატო ვწირავთ ამ ხალხს, ვინც ანუ ადამიანები პროტესტში არიან, აჯარიმებენ, იჭერენ, აკავებენ, გრძელდება რეპრესიები და თუ მაგის გვჯერა, რომ კარგი რა, ბიზნეს ჩვენთან მოლაპარაკება არ უნდა, იმიტომ რომ ის უკვე ბოლოში გამოვიდა. კი, მაგრამ ამაზე პასუხისგებლობას ვინ იღებს, რომ ბოლოში რო გამოვიდა, თავიდანვე ჩვენ არალეგიტიმურობის პოლიტიკით დავიწყეთ. თუ ეგრე არის. ამიტომ მარტივია რა. თუ ოპოზიცია თulis რომ ბიზნეს ჩვენთან მოლაპარაკება არ ჭირდება, მაშინ უნდა თქვას რომ დამარცხდა და მორჩა ბიზნა გავიდა ბოლოში, არალეგიტიმურობის და არაღიარების პოლიტიკა დამარცხდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და უნდა თქვას, აიღოს პოლიტიკური პასუხისგებლობა და თქვას რომ ჩვენი გადაწყვეტილება ბოიკოტზე, ჩვენი გადაწყვეტილება რაც იყო 2024-ში, პოლიტიკურად არ გამოდგა, ჩვენ გავდივართ და მოდით ახლებო. მაშინ მორჩით ჩვენ. ეგ უნდა თქვან მაშინ. თუ ბიზნა გავიდა ბოლოში, მაშინ ეგ უნდა თქვან. ან უნდა თქვან მაშინ რომ ბიზნა არ გავიდა ბოლოში, მაგრამ შუაში გავაჩერებთ. ან უნდა თქვან რომ ჩვენ გავალთ ბოლოში. მე გეუბნებით, მე არ მჯერა და ხედავთ რომ არანაირი ნიშანწყალი იმის არ არის, რომ მადლობა. ოპოზიცია გავიდეს ბოლოში. მე არ ვამბობ რომ ოპოზიციამ უნდა თქვას რომ ბიზნა გავიდა ბოლოში და დაუმარცხდით და წავედით ეხლა და ხელები ჩამოუშვათ, მაგრამ შუაში გავაჩერებთ ლაპარაკი, არის ერთადერთი უალტერნატივო გზა. მადლობა. ნიკა ობოლაძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს.